გამარჯობათ, დღეს მე მოგიყვებით თუ როგორ მუშაობს ატომური ელექტროსადგური ყველაზე გავრცელებული და უსაფრთხო ბირთვული რეაქტორით. ბირთვული დანადგარის უმთავრესი ნაწილი შედგება რეაქტორისგან, 4 ორთქლ გენერატორისგან, 4 მთავარი ცირკულარული ტუმბოსგან, სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემებისგან, ავარიული სიტუაციებისგან დაცვის საშუალებებისგან და დამხმარე მოწყობილობებისგან. რეაქტორის აქტიურ ზონაში თავსდება ბირთვული საწვავი, რომელიც საჭიროა მართვადი ჯაჭვური რეაქციისთვის. პროცესის მიმდინარეობისას уран-235-ის ბირთვი იყოფა ნეიტრონთან დაჯახების შედეგად და გამოიყოფა დიდი რაოდენობით თბური ენერგია, რომელიც პირველი კონტურის წყალს აცხელებს. 322 გრადუსამდე გაცხელებისას წყალი ორთქლ გენერატორს მიეწოდება, სადაც მილების გავლისას თბური ენერგიის ნაწილი მეორე კონტურის წყალს გადაეცემა და ისევ აქტიურ ზონაში ბრუნდება. იქიდან გამომდინარე, რომ მეორე კონტურში წნევა ნაკლებია, ორთქლ გენერატორში წყალი დუღილს იწყებს და 274 გრადუსის ორთქლს წარმოქმნის. აღნიშნული ორთქლი ტურბინას გადაეცემა და აბრუნებს მას გენერატორთან ერთად, რის შედეგად ელექტროენერგია გამომუშავდება და ელექტროგადამცემი ხაზებით ქალაქებს მიეწოდება. ტურბინის შემდეგ ორთქლი კონდენსატორში ხვდება, სადაც ის თხევად მდგომარეობაში გადადის ცივი წყლის აღზების გავლით და ტუმბოების დახმარებით ისევ ორთქლ გენერატორში ბრუნდება.